6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვა 1 აპრილიდან ამოქმედდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი დარახველიძის განცხადებით, მათ ვინც ასეთ მანქანას 1 აპრილამდე შეიძენს, ან თუ საზღვარგარეთიდან მათი ტრანსპორტირება კანონის ამოქმედებამდე დაიწყება, ამ შემთხვევაში ეს ცვლილება არ შეეხებათ. ყმაური იყო განათლების სამინისტროში სტუდენტები და ლექტორები მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ახალგაზრდების სამინისტროს შენობაში მეგაფონით შევიდნენ, ისინი ოცნების განათლების რეფორმას აპროტესტებენ. მოთხოვნის მიუხედავად მიქანაძე სტუდენტებს არ შეხვდა. ოცნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კვოტებს 240-დან 165-მდე ამცირებს. დედაქალაქში მიღება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება. თუ 2025 წელს თესეუს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 130 ადგილი იყო, წელს ეს რაოდენობა 95-მდე მცირდება. რომანო ფარცხალაძის მიმართ საერთაშორისო ძებნაზე პროკურატურამ შესაბამის ორგანოს მიმართა. საერთაშორისო ორგანო საჭირო გახდა, რადგან საქართველოს რუსეთთან სამართლებრივი ურთიერთობა არ აქვს. რომანო ფარცხალაძე კი რუსეთის მოქალაქეა. ყოფილ გენპროკურორს მისდევენ ჯანგულაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.